ფრაქციები უმრავლესობიდან ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები ქალბატონი ნინო გოგუაძე 10 წუთს იყენებთ ხოლმე 10 წუთი ჩაურთეთ დღეს სიხარულის დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოვისმინე, შეურაცხმყოფელიც და უსიამოვნოც არ მინდა რომ ვინმეს უპასუხო, იმიტომ რომ დღეს სიხარულის დღეა, რადგან ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ის ერთადერთი გზა, რომელიც განვითარებული დემოკრატიის და განვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ევროპაში მარტო ის კი არ ვხიბლავს, რომ ევროპამ საოცრად წარმატებით დაამყარა და შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ ისიც, რომ ადამიანი გახდა დასავლეთში მთავარი ღირებულება. დიახ, სწორედ ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება დასავლეთში დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ინსტიტუტის, ნებისმიერი ჯგუფის, ნებისმიერი უმრავლესობის, თუ გნებავთ ნებისმიერი ხელისუფლების ინტერესები. ჩვენ ისიც ვიცით, თუ როგორ იციან ევროპაში ტრადიციების დაცვა და გაფრთხილება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის. მე დაარსების დღიდან ვარ იმ პარტიის წევრი, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები ეწოდება. ჩვენი პარტიის მსოფლმხედველობა ეფუძნება სამ ერთმანეთისაგან განუყრელ პრინციპს და ეს პრინციპებია ადამიანი, თავისუფლება და სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო. დიახ, ეს სამივე პრინციპი ერთმანეთისაგან განუყრელია, რადგან არც ერთი მათგანის ცალკე განვითარება დანარჩენი ორის გარეშე არ შეიძლება. მართლაც ადამიანის ცხოვრება მხოლოდ იქ არის სრულფასოვანი, სადაც იქ თავისუფალია და თავისუფლად ახორციელებს თავის უფლებებს. ასეთი რამ კი მხოლოდ იმ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს, sadაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ხოლო სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოს მხოლოდ იქ აქვს ფასი, სადაც ის ემსახურება ადამიანს, იღებს ჰუმანურ კანონებს და იცავს ადამიანის უფლებებს. ასევე ხელს უწყობს თითოეულ თავის მოქალაქეს ნებისმიერ კანონიერ წამოწყებასა თუ საქმიანობაში. მაგრამ ამ დღეებში გაცილებით საქმეში ჩემზე მეტად ჩახედული ადამიანები დაწვრილებით განმარტავენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულებას საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ მე სხვა რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. მე ვილაპარაკებ იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისკენ, რას ნიშნავს ევროპული და ქართული ღირებულებები და ბოლოს რას ნიშნავს საქართველო ჩემთვის. საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც 1000 წლეულების მანძილზე იქმნებოდა, ვითარდებოდა, ინახებოდა ყველაფერი ის, რასაც დედამიწაზე ქართული შეიძლება ეწოდოს. მრავალი რამა, რასაც ქართულს ვუწოდებთ და ხშირად ვკამათობთ. ნამდვილად ქართულია ეს თუ არა. ამაზე შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა ეფუძნება ქართული ტრადიციების საუკეთესო ნაწილს. ქართული ტრადიცია და ტრადიცია საერთოდ კი ძველი შენახვა შენარჩუნებას, განვითარებასა და პატივისცემას გულისხმობს აწმყოსა და მომავალში. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია სიახლის შეძენისა და შეთვისების უნარი. სწორედ ამ ორი პრინციპის
ღირებულის ძველი შენახვა, შენარჩუნება და სიახლის თამამად შეთვისების პრინციპი, ეს არის ის ორი ტენდენცია, რომლის ჰარმონიული თანაარსებობა ქართული კულტურის თვითმყოფადობისა და სიცოცხლის უნარიანობის საფუძველში დევს და ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ამ ორი პრინციპის საოცრად ნაყოფიერი მოქმედების შედეგია ჩვენი მშობლიური ქართული ენა. მართლაც 1000 წლეულების მანძილზე ქართული ენა ვითარდებოდა საკუთარი კანონზომიერებების მიხედვით. ამასთანავე იგი გამუდმებით მდიდრდებოდა სპარსული, არაბული, ძველბერძნული, ლათინური და სხვა ენებიდან შემოსული ლექსიკითა და გამოთქმებით, რომლებიც მალე ქართულად იწყებდნენ ჟღერას. სწორედ საკუთარის ძველის ერთგულებამ და სიახლის თამამად შეთვისების უნარმა შემოგვინახა ქართული ენა, რომელიც დღესაც სიცოცხლესა და განვითარებას განაგრძობს. სწორედ მშობლიური ენისგან, ქართული ენისგან უნდა ვისწავლოთ, რომ უცხოს მიმართ აგრესიული, იჭვნეული დამოკიდებულება, კარჩაკეტილი, ქსენოფობიური მსოფლმხედველოა, უცხოა ჩვენთვის და არ ეკადრება საქართველოს. დიახ, სწორედ ქართული ენისგან უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ქართული რამ, რომელზეც ქართული არაფერია, არის სწორედ ქართული ენა. ქართულმა ენამ შექმნა, შემოინახა და გადაარჩინა საქართველო. და რადგან იმაზე ვლაპარაკობ, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო, თავისუფლებას მივცემ და გავიხსენებ ჩემს ბავშვობას. სულ პატარები ვიყავით, სკოლაშიც კი არ დავდიოდით, როდესაც მე და ჩემს ბავშვობის მეგობარ კოტე ჯანდიას მამაჩემი ვეფხისტყაოსანს გვიკითხავდა და გვესაუბრებოდა ერთგულებაზე, მეგობრობაზე, სიტყვის ფასზე, ვაჟკაცობაზე, კეთილშობილებაზე და თუ ამ ქვეყანაზე ქართულ ენაზე უფრო ქართული არაფერია, მაშინ ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ქართულ ენაზე არ დაწერილა არაფერი უფრო დიდებული, უფრო მშვენიერი და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რუსთველის ვეფხისტყაოსანია. დიახ, ვეფხისტყაოსანი არის მთავარი ქართული წიგნი, რომელიც შორეული წარსულიდან გვამხნევებს დღეს. სწორედ დღეს ევროპისაკენ, ესე იგი თავისუფლებისკენ, ესე იგი დამოუკიდებლობისკენ, ესე იგი კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე გვამხნევებს დღეს, როდესაც ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისკენ დგამთ ყარად ნაბიჯს. ვინმე იკითხავს, რა კავშირი აქვს ამ წიგნს, რომელიც მე-12 საუკუნეში დაიწერა და რომელიც მეფეებით არის დასახლებული, თანამედროვე დემოკრატიულ მისწრაფებებთან და ლიბერალურ ღირებულებებთან. მე კი ვფიქრობ, რომ კავშირი ნამდვილად არის და თანაც ეს კავშირი არსებითია, რადგან ამ გენიალური პოემის მთავარი გმირები იბრძვიან არა საკუთარი სამფლობელოებისთვის, არამედ ერთმანეთისთვის, არა საკუთარი ძალაუფლებისთვის, არამედ ერთმანეთისთვის, არა სიმდიდრის მოსახლეჭად, არამედ ერთმანეთისთვის. ისინი იბრძვიან ერთმანეთისთვის, მათთვის კონკრეტული ადამიანია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი ძალაუფლება, ვიდრე საკუთარი ინტერესები და ვიდრე საკუთარი სამეფოც კი. ვფიქრობ მე, რომ თუ რუსთველი რამეს გვასწავლის, სწორედ იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთისთვის უნდა ვიცოცხლოთ და ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ადამიანია მთავარი ღირებულება და ამის მერე აქვს ყველაფერს დანარჩენს ფასი. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამ პოემიდან. მე იმას ვგულისხმობ, რომ ეს პოემა მარტო მისი ავტორის გენიალურ პოეტურ ნიშნზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, იმ განსაკუთრებულ უნარზეც, რომელსაც აზროვნების სიღრმე და საქმის ერთგულება და საქმისთვის თავდადება ქვია და თუ ჩვენ ისე მოვეკიდებით ყოველ ჩვენს ნაბიჯს, ყოველ გასაკეთებელ საქმეს, როგორც რუსთველი ეკიდება ამ პოემის თითოეულ სტროფსა თუ ბრძკალს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ და საქართველო აუცილებლად განვითარდება და მასში სამართლიანობა და კეთილდღეობა დამკვიდრდება.
და რადგან თავისუფლებაში ცხოვრება ავირჩიეთ, უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ეს არის ყველაზე მძიმე და ძნელი პასუხისმგებლობა და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავართმევთ თავს ამ მძიმე შრომას და იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავისუფლება, ანუ ღირსება გვაკისრებს და ბოლოს მე მჯერა, რომ ბოროტსაც ძლია კეთილმან და ჩვენ დავიცავთ, შევინარჩუნებთ და შევისისხოცებთ ჩვენს თავისუფლებას. მადლობთ.